საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრება გრძელდება. დღეს სამეურვეო საბჭოს წევრები დარჩენილ 3 კანდიდატს სულხან მელაძეს, მირანდა ჩარკვიანსა და ირაკლი თავართქილაძეს უსმენენ. ამ წუთებში საბჭო მირანდა ჩარკვიანის კონცეფციას ეცნობა. საუბარი უკვე დაასრულა სულხან მელაძემ. თითოეულ კანდიდატს სასაუბრო 2 საათიანი რეგლამენტი აქვს. პროცესს დღესაც ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისათვის სულ 6 კანდიდატი იბრძვის. საღამოს 9 საათის შემდეგ 6-ვე კანდიდატს შორის დებატები გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. აქ არავინ იყო მოსული რაღაც ჩასაფრებული პოზიციით, რომ რაღაც ესეთი კითხვა დაესვა, რომელსაც თქვათ კანდიდატი ვერ უპასუხებდა. იყო კონკრეტული კითხვები, მე ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი, მათ შორის აღვნიშნე კიდეც, რომ მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლოა ჩემს მიერ გამოხატული პოზიცია ყოფილიყო ჩემთვის ვთქვათ არასასურველი მრჩეველთა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ მე გახლავართ წესიერი ადამიანი, მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ, როგორც წარმომიდგენია, როგორ მესახება.